მოგესალმებით ყველას. მოგლეთ ჩვენ ვართ დღეს წალკის წყალსატევზე, რათა ვითებზაოთ ქორჭილაზე. დღეს გვაქვს განსაკუთრებული თევზაობა, რადგან პირველად უნდა გამოვიყენოთ ქართული წარმოების სილიკონი, ეს არის MT Bytes. ბევრმა უკვე იცით ლოგოებით. კლუბი მეტეორის სპონსორი არის MT Bytes და ბევრს აინტერესებდა თუ რას ნიშნავდა MT Bytes. და ნახევარწლიანი მუშაობის მერე პირველად გამოვიყენებ დღეს, რომელიც უკვე დასრულებულია და მზად არის MT Bytes-ის სილიკონებს. გავშვენებთ თან. ეს არის MT Bytes-ის სილიკონები. სილიკონები აბსოლუტურად საქართველოშია დამზადებული, ანუ არანაირი ჩინეთში შეკვეთილი და მერე გადაფუთული 100% არის სრულიად მთლიანად საქართველოში დამზადებული. ფერები არის ჩვენს მიერ მოფიქრებული, დაკვირვები და თქმა უნდა წყალსატევებზე. ამ ეტაპზე მოდელს აქვს 6 ფერი და 6-ვე არის ყველაზე იდეალური ფერთა კომბინაცია შერჩეული, რომელიც ყველაზე მაგრად მუშაობდა, ბოლო 10 წლის მანძილზე, ესე რომ ვთქვათ. აქვს რამოდენიმე ახლა ყველას ასე არ ჩამოვთვლი მოდელებს, დავიწყებ ეტაპობრივად და გაჩვენებ თუ რა შეუძლია MT Bytes. ეს არის მოდელი მიპარა, ეს ამოვიღე და დავიწყოთ ამითი. თან ეხლა სადაც მოვედით ამ ადგილზე პირველად ვარ და ეს არის თხელი წყალი, ეხლა რასაც უყურებ და ზუსტად ეს მოდელი ჭირდება. ახლა აქ დავიწყებ ამ მოდელით, რადგან აქ ძირითადად ალბათ მწვრილი ქორჭილა იქნება, თუ არის და ყველას გაიქნება დაბალი წონით ვითებზაო და გამოვიყენოთ მიპარა. ნახოთ თავის საქმეში როგორია. სულ როგორც გითხარით, მიპარას გააჩნია, ანუ ზოგადად MT Bytes არის 6 ფერში ხოლმე წარმოდგენილი და კონკრეტულად მიპარას აქვს 6 ფერი, 6-ვე გამოცდილ და მუშა ფერი, 6 თვის მანძილზე იტესტებოდა ეგ ფერები. და დავიწყებ, ახლა თქვენ თვითონ ნახავთ, ახლა მე დავიწყებ თევზაობას და რა შეუძლია, როგორ შეუძლია, თავად გაიცნობით. აი ესეთი შეფუთო აქვს საქართველოს დროშის ფერებში გაწყობილი, რა თქმა უნდა საქართველოს დროშაც თან აქვს. მიპარა არის პასიური თევზის სათხუარა, მწვრილი თევზის, აი არაფერზე როცა არ მოდის თევზი და გვინდა რომ მწვრილი თევზზე მაინც გავერთოთ. მაგ დროს ყველაზე კაი გადაწყვეტილება არის მიპარა და ამავდროულად ტურნირებზე, რა თქმა უნდა მწვრილი თევზის ჭერა ყოველთვის დიდ რეზულტატს იძლევა და დაანჩას აგერ თავად ვიხილავთ. დავიწყოთ მიპარათი. მე როდესაც გადავალ სხვადასხვა ადგილებზე, შესაბამის ადგილებზე დავაყენებ შესაბამის მოდელებს, ანუ გაგაცნობთ სხვა მოდელებსაც. 5 მოდელია საქორჭილად სულ წარმოდგენილი და 5-ვეს გავეცნობით დღეს. დარწმუნებული ვარ 5-ვე დადევს თავის შედეგს. ჯოხებსაც შეიძლება დღეს გამოვიყენებ მე ორი ჯოხს სხვადასხვა კლასის. ეს არის Favorite-ის ტოტემი 1-დან 6 გრამამდე. ამაზე გამოვიყენებ ძირითადად პატარა მოდელებს, აი უკვე მიპარა დავაყენე აქ. ეს არის 1.5 გრამიანი ვოლფრამის სიმძიმე და მიპარა არის 1.8 ინჩი. აი ეგეთია, ეს არის 0.1 ფერი კლასიფიკაციით, მე გაეცნობით უკეთ. დავიწყოთ, ეს ფერი არის კონკრეტულად ჩემს მიერ მოფიქრებული, არანაირი კლონი არ არის სხვა ფერის და ეს ფერი აქვს მხოლოდ MT Bytes. დავიწყებ, შევხედავ, შეიძლება დიდი წონა დაჭირდეს, მაგრამ ახლა ჩემი გამოცდილებით ვიცი რომ ეს ასე იმუშავებს, აგ დაბალი წონა პატარა სატყუარით და გავეცნოთ ეტაპობრივად მეორე ჯოხი, რაც მაქვს წამოღებული, ეს არის Favorite-ის Black Swan-ი, ბევრისათვის ნაცნობი ტოპ კლასის ჯოხი, 3-დან 12 გრამამდე. აქ გამოვიყენებ უკვე მოზრდილ მოდელებს, იცნობდით ალბათ ვიზუალურად ამ მოდელს, ჯერ არ ვიტყვი ეს რა მოდელია, იმიტომ რომ ეს მოდელი დღეს დაიჭერს ძალიან მაგარ ქორჭილებს დარწმუნებული ვარ და მოვლენებს არ გავასწროთ. ჩავალ ახლა წყალთან და დავიწყოთ MT Bytes-ის მიპარათი თევზაობა და ნახოთ აბა რა შეუძლია და 6 თვის ამდენ შრომას თუ ექნება დაფასება დღეს. დავიწყოთ, გამოვცადოთ საქმეში MT Bytes ძავიდა. ცნულს ვიყენებ იაპონური კლასიფიკაციით, ეს არის GS 03. ამ ჯოხზე მიდის იდეალურად და დანარჩენს უკვე თევზის აქტიურობაც რა თქმა უნდა დაგვემთხვეს, მაგრამ მიპარას იმედი მაქვს, რომ პასიურ თევზს მაინც შეძლებს მოატყუოს პასიური თევზი. პატარა ნაბიჯებად დავიწყებ გატარებას. სილიკონი არის სრულიად
თანამედროვე ტექნოლოგიით დამზადებული არომატული საჭმელი სილიკონი, ანუ არანაირად არ ჩამოვარდება პირადღირებულ მოდელებს. აი არის ეგრევე. ეს რა იყო ბიჭო, პირველივე გადაგდება. აუ, კაიქცა არა, ამოხდა ცლდა, შეჭკა გააკეთა კამახივით. ესა პირველი თევზი. ეს რა მოხდა, ცუდად მოედო სამწუხაროდ, მეც მოხსნა. ძალიან ცული ქორჭილა, აი ამას ვამბობთ. ეს არის ამათ ბეძახი ხოლმე მე სატურნირე ზომის ქორჭილას. ანუ ტურნირზე ესეთი მწვილი თევზის ჭერა ყოველთვის გადამწყვეტია. ანუ ისე სათევზაოდ და ტრაფეების დასაჭერად არის სხვა მოდელები, რომელთანაც მივალ დღეს აუცილებლად. ჯერ კი დავიწყოთ პირველი მოდელი, მიპარა. წავიდა. დისტანცია გვაქვს დაახლოებით ესე 20 მეტრი. სავსებით საკმარისია. წყალი თხელია, იმას უფრო თხელია ვიდრე მეგონა. არის. ნუ ამ ფერში, ანუ მე უფრო გაგაცნობთ, ახლა ყველაფერს ვერ ვიტყვი ესე. ამ ფერზე ძალიან ბევრი ვიცვალი, აი მე გაჩვენებთ ფოტოთი, ახლა ეს ვიდეოში არ ჩანდეს როგორი, აი ძალიან სერიოზულ ფერია. სულ მინდოდა რომ სილიკონი მქონოდა ამ ფერში და ვერცერთ ფირმაში ვერ პოულობდი და ეხლა უკვე თავად შემიძლია რომ მქონდეს ეგ სილიკონი. და თქვენ თვითონ გამოსდით რა შეუძლია ამ ფერს. არც ერთ სილიკონს და არც ერთ ფირმას ეგ ფერი არ აქვს. აქვს მხოლოდ MT Bytes. გავაგრძელოთ. პატარა საფეხურებად ტოტემი ძალიან მიხმარება ხარო, პატარა საფეხურებად ბატარო. ეგეთი გრამნახევიანი სიმძიმე. ო ისეთი პატარა დარტყმა იყო, ძალიან წვრილი იქნება. როგორც ხედავთ. უწყვეტად ვიჭერ. ოდის. ეხლა მე რომ მოდელი შევცვალო დიდი დავაყენო, წინასწარ ვიცი ახლა ამას აერზე არ ვამბობ. 15 წელზე მეტია სპინინგით ვზაობ და უეჭველი ვერ დავიჭერ დიდი ზომა რო დავაყენო. ამ ადგილას თორე იქეთ სხვაგან როცა გადავალ დავიჭერ აუცილებლად. როგორ ხარბად გადაუყლაპია მოეწონა არომატიც, ელასტიურობაც. ჯერჯერობით ვიჭერთ მწვილებს. მედია უფრო გავზდით სხვა ადგილების იმედი მაქვს რომ უფრო დიდებსაც დავიჭერთ. ნუ ოპა რა დამირტყა ბიჭო, ჩაგდებისთანავე ძალიან ძლიერად დამირტყა. ეგ არ მგონია რომ ცოტა მოზდილი იქნებოდა წესით. გვერდულად გაკაჩული სილიკონი იქნება. აი ასე როცა სილიკონი უკვე მე არ მოწონს. უნდა გავასწოროთ და თავიდან გადავაგდოთ. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. შენ გიყენია როგორც ვიცი მიპარა აღონ სხვა ფერი. მაგის დაყენება გინდოდა ახლა. ეს არის მიპარა 04 ფერი, ეგრეთ წოდებული მანგანიზეთის ფერი, ოღონდ ცოტა სხვა სტილში გაკეთებული. და ეგეც პარტია მაგრად მოწონს. ძალიან კარგი იკვეთება რაღაცეები. რაც არის ძალიან სასიამოვნო. სადოდ რამოდენიმე გატარება ხა აქტიურ გატარებას მოვწდი. ამით ჩავაგდებ და წამოვიღებ აქტიურად წამოხდომებით, ნაბიჯებით. ესეც ხშირად მოწონს, როცა პატარებო აქტიურობს. არის. ახლა რა ბიჭო. აი მიპარას მოწონს გარასიც. ნახე.
ახლა როგორ მოეწონა კარასაც მიპარა. ამას გადავუღებ სურათს. გაუშვათ კარასი და უბრუნოთ თავის სამფლობელოს. ოჩახ მიპარა. ჭიდობიანთებს უცა იჭერს სილიკონი ის უკვე მიუთითებს რომ ის ძალიან ხარისხიანია. წავიდა. მორიგი. ფერი იგივე ხო? Ja, შემეცვია. 04 ფერი. კარგია. ნუ კარგი ახლა მე სულ სხვა ფერს დავაყენებ. 04 მინდოდა მაგრამ აგერ დაბარსა 04-ზე. შევიცვალე ლოკაცია. არ მომეწონა აი აქ არც ქარი არაფერი. დავიწყეთ. აი გემრიელი თევზაობა მინდა. წავიდა. წონა გამნახევარი ისევ. და მიპარა. ოპა და მითხრა. ოპ, აქ აი ადგილია. დგას აქ კარგად. ოპა არის. მიწვილი. კარგი მიპარა კლასიკურად იჭერს. თავისი სუმის თევზებს. ოპა არის. კარგია. კარგია. მიპარა. პატარა თევზების ლიდერია დღეს. ეხლა მე კიდე თუ დავიჭერ შევსვი ამ ფერს, სხვა ფერებიც მინდა რომ დავტესტო. არის რა მაგრად მოდის აქ. აი მიპარათის სახე გავაზრდე ხამას. მიპარა. წავიდა, შემდეგი. ოდნავ ანუ წახება ესე პატარა ანიმაცია. ეგ გვერდიდან უფრო ნახავთ. აი დაარტყა. დაარტყა არის. ყველა გატარებაზე მოდის აბსოლუტურად. მე მინდა ხა ფერი შევცვალო. მაქვს სხვა ფერებისგან, ბევრი ფერი მაქვს. დავაყენებ, მოდი. ცოტა ფოსფორის ფერში მინდა. აქ თუ მაქვს მიპარა არ ვიცი. და დავაყენებ მიპარის. ნახოთ აბა თუ მაქვს. ეს არის აქტიური ფერი. ეს არის MT-Bytes-ის 006 ფერი სერიით. ეგეთი. ეს უკვე აქტიური, აი თევზი აქტიური როა, ამითი იჭერ ძალიან სწრაფად. ყველაფერს თავის დანიშნულება, ანუ ფერი რო ის იყოს რაღაცა ვიზუალურად ჩვენ მოგვეწონოს მასეთი თემა არა. ფერს აქვს ყველას თავის დანიშნულება. სიტუაციის მიხედვით იყენებ ფერს. ფერი არის მთელი თევზაობა, რა ისე ვთქვათ. აი მაგარი დარტყმები მაქვს ამაზე. არის. ნუ პირველი მოდელმა ტესტი ჩააბარა. ავიჭერეთ კიდევ ერთსაც. დისტანცია მაქვს დაახლოებით მაქსიმუმ 20 მეტრი. წრულები დგას მაგრად. ნუ დიდი თევზის დაჭერის შანსი ეხლა ესეთი მონტაჟით ნაკლებად მაქვს. მაგრამ გავსდი მონტაჟი და ვნახავ აუცილებლად დიდი თევზი აშვება. სხვა მოდელებზე როცა გადავ. გამექცა. რა დარტყმები აქვს ბიჭო. ბიჭო, ყველა გატარებაზე დამირთხა. ოპა არის. მოზდილი. ნახე, ცოტა მოზდილი. ყოფილა ცოტა მოზდილებიც. ეგეთი ფერი. გადაუჭამია სილიკონი ეს პატარები რო ურტყამს. პატარას მინუსი ეგა სილიკონს გიჭამს. არა უშვებს. გვაქვს პირველი კიდე. მე ამასობაში დროს ვიხელთებ და დავაყენებ მიპარას კიდევ უფრო სხვა ფერს. აი ესეთი ველუჯო სტილის ფერია, ძალიან მაგარი ფერია ეგეც.
აი ეგეთი. გაჩვენებთ. ძალიან მაგარი ფერი. აბა გავუშვათ საქმეში. წავიდა. ოპა, ის აი ეგრევე ჩაგდებისთანავე. არის. გავუშვათ. იმდენად აქტიურად მოდის, ახლა გავერთე. უკვე სხვადასხვა მოდელი უნდა მოვცადო, მაგრამ შევყევი ახლა პატარა თევზებს. აუ, ჩაგდებისთანავე დამიტყა ეგრევე. ოდნავ წამოხტომა და ეგრევე იღებს. აი ახლა ძალიან ბევრი ფუჭი ჩარტმა როცა აქ მაშინ ძალიან პატარები უთხრამს და შეიძლება სილიკონი გააფუჭეს. აი გამექცა ძალიან პატარა იყო. მაგრამ სილიკონი არ არის ძალიან ფაქიზი, უძლებს ჩვეულებრივად დაწოლას. არის. ნუ გასაგებია მიპარა. ესეთი მომცრო თევზების მტერია. მე მინდა ხა გადავიდე შემდეგ მოდელზე. მოკლედ მე ხან თლიანად მოდი ჯოხშებს ვიჯობია, იმიტომ რომ ხან ძიმეწონები მინდა დავაყენო და გადავიდეთ მოდელზე ლასტარა. ლასტარა არის 71 მმ-იანი მოდელი. წარმოდგენილია 6 ფერში. ყველაფერი, ნუ ეს მსგავსად იგივე ფერები როგორც ქონდა მიპარას. ნუ ლასტარა მე უკვე ვცადე. ძალიან მაგარია, აი ახლა გაჩვენებთ. რამდენად მაგრად მუშაობს. ძალიან ყოჩაღია პასიური თევზის. ეს არის მოზრდილი თევზის, ძირითადად მოზრდილი თევზის სატყუარა, რომელიც პასიურობს. აი ეგეთი გამართებაა გამოდელში. დავაყენე მე უკვე აი ეგეთი ფერი. ეს არის 0.1 ფერი, 7 გრამიან ვოლფრამზე მაქვს დაყენებული ჯოხია 12 გრამამდე და ამითი გავაგრძელებ ახლა. ნახოთ აბა ლასტარა როგორ ივაჩკაცებს. დავიწყოთ. ოპა, ეს ლასტარას შესაბამისი ქორჭილა. აი, გახოხებაზე აიღო. ეს უეჭვერი ლასტარას შეეკადრება. ეგეთი ზომა იქნება. აი, ამას ვამბობდი. ვიცოდი, რომ ეს დაიჭერდა თიცი. ბიჭო, რაღაცა ძალიან მაგარია. ნახე 12 გრამიანი ჯოხით. ძალიან ჯანზია. ეს კარგი იქნება. რა ხდება ბიჭო? ჩოგამბადე მოიტან. რაღაცა. ან ძალიან ძლიერი თევზია, ან მართლა მაგარი ზომაა. ძალიან იბრძვის ბიჭო, და აი ძალიან მაგრა იბრძვის. დიდი ქორჭილა. აი ქორჭილა დიდი. ძალიან სერიოზული ქორჭილა, აი. ამას ვიძახდი, ლასტარას აყენე ბიჭერ დიდებს. ძალიან მაგარი. ოჩახ. ოჩახ. ძალიან, აი, ამას ვამბობდი. გასდა ლასტარაზე. აი. კარგი ქორჭილა. ისა ზომასთან შედარებით ბევრად მაგრად იბრძოდა. ძალიან ენერგიული თევზი იყო, თორე სამი ამხელები დამიჭერია. ძალიან მაგარი ჰქონდა, ძალიან. გადავიღოთ სურათი. აი, ეს კაი ზომა იქნება. კაჩამ სომაგრად. აი, ამოყანებია. მე ვიცი ახლა შევაზე დაიჭირი. აუჩი ამ ადგილში ახლა სასწაულად მოწონს მაგი.
ანუ არაფერზე არ ყავდა მარტო მაგრამ ამდენი რაღაცა შეცვალე ეგ უნდა აი დავაგე ეგრევე და ეგ ფერი უნდა ხა მან და ეგ მოდი ო რა მაგარი ზომა თქო ეს ამხელა ზომა არ დაგიჭერია მაგარი ეს აი ზომა აიوانه ნახე რა ზომა აი ეგ არის მე რასაც ზაზეს ვიჭერი იგივე ფერის ლასტარა ეი სხვაზე არაფერზე არ მოდიოდა ეგ ფერი უნდა ფოთშორის ფორმატს მეტყავს რა იმიტომ რომ ვიდრო ვორმის მსგავსზე არაფერს არ იღებ წენა ჩავწყვიტე ხა ალბათ ყოფუცებ სავარაუდოდ შენი ეს ზომა იყო ჩემო მე რა ო ეს რთულად მომყავდა მეც და თებზიანად ჩამიწყდა ესე იგი ალბათ ყოფ პანელმაღა ჩავწყვიტე და ვიყენებ 6 ნომერ ინტეჯს ეს არის ვანფუგის ნამსხავი იაპონური წონა 9 გრამიანს ვაყენებ ახლა ვოლფრამის აი 9 გრამი ჯოხი ვაქვს 12-მდე კარგია ჩამოვიდოთ ეგეც კარგია карабини 3 სილიკონი ლასტარა MT-Bytes-ის 71 მმ-იანი ამ მოდელს აქვს თუნე მსგავის ჩასაჭენი მოისა და კარგია თუ მათ ზუსტად ჩავსვამ თუნე მსგავს რათა იდეალურად შდება მე მსგავის წვერი შიგნით აი ეს წავიდა დისტანცია არის ლასტარაზე დავსვით ну ეგეთ პატარა ქორჭილებსაც იჭერს შეულებრივად უშოთ ფაქტია დღეს აქტიური გატარება უფრო უჩვენია პასიური მოდელი მაგრამ გატარება აქტიურზე გიждდება კარგი აქტიური გატარება კიდევ უფრო ადვილია მით უმეტეს დამწყებისთვის ალმატივი გასატარებელია მოდი ახლა გადავიდეთ ჩვენ ახალ მოდელზე ნახოთ აბა ეს ჯერი მოვიდა აბა რა გვაქვს მიპარა ვცადეთ ეს ქვევით მინიმალება მოდელი კორა ეს არის ორინჩიანი სილიკონი 50 მმ-იანი კორაც წარმოდგენილია 6 ფერში სტანდარტულად ну კორა ფიბროკუდია ძალიან ელასტიური სილიკონია ნახოთ საქმეში როგორ იქნება ну კორა მე რა თქმა უნდა ეგეც უკვე ვცადე სხვა თევზაობაზე ტესტირების მომენტში როდესაც ვამზადებდით და ძალიან კარგი მოდელია ну ძალიან კარგად მუშაობს მაგრამ აი ჩვენც ვნახოთ დავაყენებ აი რომელიმე ფერს და შევცვლი ფერებსაც ვნახოთ ჯოხს გამოვიყენებ ამისთვის ისევ დაბალ ტესტიანს 6 გრამიან ტოტემს და სიმძიმეს ალბათ სადღაც ну 3 გრამს დაახლოებით ეს ოფსეტ ტურნემს გავს თავიწყოთ აბა ვნახოთ კორა რა შვება ესე იგი დავაყენე აი ეგ ფერი ეგრეთ წოდებული მატურიზეთის ფერი წონა 4 გრამი ცოტა დისტანციაზეც მაინტერესებს იქნებ ცოტა დიდები ანუ პატარები არის ძალიან ბევრი და დიდების ძებნა ჭირს რადგან პატარები ყოველთვის ასწრებს არის
ანუ სილიკონს როგორც მოვზდი იმის მიხედვით ცოტა მოზრდილი მოდის მე. ეს არის MT Bates-ის კორა. გავუშვათ თევზი. სილიკონი აუცილებლად უნდა გავასწოროთ. საბრძოლო ფორმაში უნდა მოვიყვანოთ, თორე ეს არაფერი არ იქნება. არის. მოდი ახლა მე ესე ადგილ შევიწვი, იმიტომ რომ მაგ ძალიან ცვლილებს ვიჭერ. უბრალოდ ტესტავ სილიკონებს, რომ ნამდვილად უნდა ვგებულობ. ეს სიამოვნება რომ მივიღოთ, მინდა ცოტა დიდები. ცვლილები მოდის. ესე იგი, მოდი. შევცვალოთ რა ის ფერი ძალიან ბევრჯერ მეყენა და ის ყველა დავაყენე თითქმის. მოდი გამჭვირვალეს დავაყენებ კორას. აქ შერეულად მაქვს მოდელები. აი. გამჭვირვალე. ძალიან მაგარი ფერია. აი თუ ხედავთ მზეზე რა მაგარი ფერია. როგორ ჭყიალებს. წავიდა საქმეში რა შვება ვიზუალურად და ფანტაზია. ო შენ იგივე ფერზე ხარ? შენ რომელზე? გამჭვირვალეზე. ჩემი რატო არ უნდა? როგორ არ უნდა? აი? ო იგივე ფერი. ყველა გატარებაზე დაწოლია. შენ რა წონაზე ხარ? 1 გრამი, შენ? 1 გრამი მე ვარ 3 გრამზე, ეგეც მნიშვნელობა ექნება მაგას. აი გავაგრძელოთ აბა შევხედოთ შეიძლება დაბალი წონა ურჩევნია. ჩემი აზრით დაბალი წონა ჯობია ხა. სკერამდეც არ დადის. სუბუგად მოდის დაბალი. აქტიური გატარება ვცადოთ. კიდე დაიჭირე. აშკარად დაბალი წონა ურჩევნია. მაგრამ ფერი ძალიან მოწაფეს. თან ზომებიც გაიზარდა. ანუ მოზრდილ სილიკონს ზოგადად იღარ, თევზის იზრდება. კარგი. 1 გრამი, კაი დისტანციაზე, შევა 3 გრამზე. ნახოთ ახლა დისტანციაზეც მოვცდი. ნუ, ვიშურს წავიდა. შენ სულ ჩარტმები გაქვს. ყველა გატარება, ყველა დატრიალება. ვაფშე ყველა ჩაგდებაზე იჭერ. და ისე ნორმალურებს. აი ესეც ისეთი. რაც მოდის ახლა აქ რა. ეგ სატურნირა ჩათვლადი კი არა, ეს რაიონო ნორმალური ზომა. კი, იქნება ჩოლო 17-18-იან იქნება. აი ძალიან საინტერესო ფაქტორია ახლა. რამხელა სხვაობას იძლევა ერთი და იგივე მოდელი დაბალ წონაზე და ცოტა მოზრდილ წონაზე. დაბალ წონაზე სულ ჩარტმები აქვს. 3 გრამიანზე, აი 3 გრამიანით ახლა რო გაივლი, იტყვი რომ ეს ფერი არ მუშაობს, როცა აგერ 1 გრამზე სასაუშვება. არა და ცოტა სხვა ადგილში 3 გრამი ჯობდა. აი ესე არა, წონასაც კი უნდა შეცვლა ხოლმე. არის. ანუ ახლა წამოვიღე. და აი, ეს კარგი ზომაა, ფიჩო. ო, ნახე როგორი ზომა. ეს კარგი ზომა. ო, ნახე რა ჭერა მითის. ჩემი სტანდარტული გაძრა. აი ეს კაი ზომა. ო, ეს კაი ზომაა. ანუ ზედაფენაში დგას, წავიდა. ცოტა ზედაფენაში დგას. მაგიტო მუშაობს 1 გრამი უკეთესად. არის. ო, ნორმალური. მოდის, აქ აი ზომები ერევა ხშირად. ეს ახლა კაი 20-იანი მაინცა. კი, ჩვეულებრივად 20-იანი. გამჭვირვალე კორა.
არის. ო, არა ჯდება კარგი ზომები, რაც უნახე, ეგეც სადაა ცუდი. ანუ სილიკონის მიხედვით მოდის ზომები. ო, ეს ნახე ბიჭო. აკი გამაწვალა. ნახე. არა, თვითონ არა, პატარაც არ ყოფილა, და იზომე ყოფილი. კარგია, მაგრამ ენერგიული თევზია აშკარად. ძალიან მაგარი ენერგიული თევზია. ოპა, ეს კარგი თევზია. ძალიან ყოშაღი თევზია. ორა მოწონს. გამოიკვეთა ეს ჭკვიალა ძალიან მაგრად მოწონს. აშკარად გამოიკვეთა. მოკლედ ეს არის შემდეგი მოდელი. ესა Dixie. ესა ქვია მოდელს MT Bates-ის Dixie. 50 მმ-იანი მოდელია ორინჩიანი. ნუ შეკვრაში დამამისდა მე თქვა 10 ცალები დებს ყველაში. რა თქმა უნდა ესეც არომატულია. ფერები აქაც 6 ფერი აქვს ამ მოდელს. 6 ყველაზე ტოპი ფერი რომელიც საქართველოში ყველგან მუშა არის, ეგეთი ფერია ყველგან გამოყენებული. თავისუფლად ცადოთ ახლა ეგ მოდელი სიმართლე გითხრათ. არ მიცდი, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ცოტა ბოლო მოდელია და პირველად მაქვს ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება ფორმით არის. ძალიან მაგარი ფორმა, ანუ ფორმით არის ესე ვთქვათ პასიურზეც გადის, იმიტომ რომ ბრტყელი თაილია, კუდი აქვს და აქტიურ თევზზეც მუშაობს მშვენივრად. ანუ აქტიურ თევზ სადღაც შუათანა უფრო შუალედის მოდელია, ესე ვიტყოდი მე. მოდელი პატარაა და ასე რომ დავიჭერთ წვრილ თევზს და შეუძლია მას საშუალო ზომის თევზზეც წავიდეს ჩვეულებრივად. როგორიცაა 25-იანი, 30-მდე ზომის ქორჭილა. ნუ დიდიც შეიძლება დაждდეს, მაგრამ რეალური უფრო ამის ფარგლებშია. ალბათ ცადოთ Dixie. მე უკვე დავაყენე Dixie. მაქვს ეგეთი ფერი, ეს არის აი ჩავეხლართ ახესთან, ეგ არის ნუ კლასიკური მატორის ზეთის ფერი. დავიწყებ ამით. ჩავალ ახლა და ვნახოთ აბა რა შევა Dixie. წავიდა Dixie საქმეში. მოდი ცადოთ ჯერ Dixie-ს აქტიურ ეგრევე დაჭდა. ეგრევე ერთს მოვასწარი. გადაგდებისთანავე აიღო. მაგარი ფორმა რა, ეგ ფორმა ხო. მოკლე იმუშავებ და ავშვათ. კარგი, ნუ უნდა თევზს უნდა მოვასწრო თქმა თუ როგორ გავატაროთ Dixie. იმდენად აქტიურად ურტყამს ამას. ესე იგი მოგვაქვს თანაბრად ნელი თანაბარი გატარება და ორი წამოგდება. ეს არის აქტიური გატარების ერთ-ერთი ფორმა. ანუ ბევრნაირად შეიძლება აქტიური გატარება გავაკეთოთ, მაგრამ ერთ-ერთია ესე. როდესაც თევზი ზევით დგას, როდესაც ნადირობს და აქტიურია, ჯობია ჩვენ სილიკონი გავუტაროთ მას ზევით, იმიტომ რომ ფსკერზე მაგდროს ძალიან პასიურად შეიძლება საერთოდ არ იღებდეს ფსკერზე. ცადოთ ახლა ეგეთი გატარება. დაარტყა, ოპა, გამეიქცა იჯდა. ძალიან თევზი მაგრად უდგას, აი არის. წვრილები. როგორც გითხარით, Dixie არის საკმაოდ თხელი მოდელი. ანუ 2 ინჩი არის, 50 მმ არის, მაგრამ თვითონ თხელია მოდელი პატარაა და ამიტომ წვრილი ქორჭილასაც მაგრად მოწონს. დათმო იყო. არის ძალიან ძლიერად დაარტყა. და რა თევზმა დაარტყა, აი ასეთი პატარა. ეს არ იქნება ჩათვლად ზომა. Dixie ძალიან მაგრად მოწონს, ანუ პატარების მტერია რა. როგორც მიპარა Dixie-ც ანალოგიურად აი გაგიჟებულად მუშაობს მცირე ზომის თევზი. მოკლედ გავეცნოთ ახლა ჩვენ დღეისათვის ბოლო მოდელს. ეგ არის დრაპი 2 ინჩ ნახევრიანი 63 მმ-იანი მოდელი. დრაპი არის ვიბროკუდი, ესეც საკმაოდ მოზრდილი, მასიური ტანის, რომელიც ძირითადად გათვლილია მოზრდილი თევზის დასაჭერად. ნუ პატარა წირებს, მაგრამ აი კარგი ზომის ქორჭილა როცა გვინდა დავიჭიროთ, მაგ დროს რა თქმა უნდა დრაპი უკვე მოწინავეა ეგ მოდელი. ფერი არის სტანდარტულად 6 ფერშია წარმოდგენილი, წამყვანი ფერები რაც არის. აი მე ფერების ფოტოებიც დაიდება და იდეალურად ნახავთ რა ფერები აქვს მას ესე ვიდეოში შეიძლება არ ჩანდეს კარგად. დავაყენებ ახლა ერთ-ერთ მათგანს.
ვიღოთ მე ესეთი ჩემი საკუთარი არსენალით ვარ. ავიღოთ აუ რა მაგარი ესე არ გამოჩნდება ძალიან მაგარი ფერი ეს არის პირველი ფერი თუ ჩანს დავაღებოთ ამ ფერზე თუ არ მოვა შეგიძლია წახვიდე სახში ძალიან მაგარი ფერი მე მსგავი უკვე 6 ნომერი გვინდა ანუ ამას უნდა საკმაოდ დიდი მოდელის ყავი აი ეგეთი ოფსეტური 6 გრამის სინძიმე ანუ მე უკვე გადავედი გეძე 12 გრამიანზე იმიტომ რომ დისტანციებზე უნდა ვითებზაო და ახლოში ამით ნაკლებად დავიჭერთ და უნდა ვეძებოთ უკვე დიდი თევზი მე ვეცადე მეჩვენებია თქვენთვის ყველა მოდელი მე თავადაც ნახავთ ადგილზე ან რავი სათევზაოდ ბევრს ექნება და თქვენ თვითონ თავად ნახავთ თუ რა დონის და რა ხარისხის სილიკონია დავიწყოთ დრაპით არის ო მოზდილზე რო შდება ისევ მოზდილია გეუბნები ყოველთვის ჯერა მოზდილზე ყოველთვის ესია დის და აღნებ დის დაიჭერ მაგრამ ტურნირზე დროს დაგარგო მაგრამ გასართობა დაიჭერ დიდებს ო ნახე რა კარგია აი MT Bates-ის დრაპი ძალიან მაგარი აი ესე ანუ ყოველთვის ეს არის ჩვეულებრივი მომენტი კარგ ზომის სილიკონს დააღენებ დაიჭერ კარგ ზომის თევზს ეს რა ბონუსი აი ბოლოს გადავაგდი ესაც უნდა ჩავსვა აი მივდიოდი ხა ბოლოს გადავაგდი და რაღაც ო რა მაგარი ზომა დაждდა ნახე ეს არის დრაპი MT Bates-ის ო ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ზომა დღეს ო აი პორჭილა აი ბოლოს დააგვირგვინა MT Bates-მა მოკლედ დღეს დავიჭირეთ ძალიან მაგრა და ძალიან ბევრი ნელა დავასრულებ უკვე თევზაობას რაც ძირითადად რაც მაინტერესებდა დღევანდელ თევზაობაში ეს იყო MT Bates-ი რომ მენახა მისი შესაძლებლობები რეალურად სილიკონი არის მუშა ძალიან ბევრნაირი ვცადე თითქმის ყველა მოდელი ვცადე და მუშაობს ძალიან მაგრად რა თქმა უნდა დიდი მოდელების შედარებით ნაკლებად იჭერდა თევზი იმიტომ რომ უფრო დგას წვრილი თევზი და წვრილი თევზზე პატარა მოდელები უფრო ბევრად ეფექტურად და მაგრად მუშაობდა რას ვიტყოდი გავარჩევდი მიპარას აი ახლა დავიჭირე კიდე ამით არმაცის დასასრულსაც კი ეხლა რა თქმა უნდა დიდი თევზიც იქნება სხვა ნაპირებზე ახლა ჩვენ მარტო აქედან მხრიდან ვიყავით და რა თქმა უნდა დიდი თევზის დავიჭირეთ დღეს დაახლოებით 600-700 გრამიანი და დგას დიდი თევზის უბრალოდ უნდა ძებნა სხვადასხვა ადგილებზე მისვლა უნდა და ჩვეულებრივად არის შესაძლებელი რომ დიდი თევზიც გართობა სადაც უკვე დიდი მოდელი ყოველთვის გამოიჩენს თავს პატარა მოდელით რა თქმა უნდა ხა ძალიან ბევრს იჭერ და გასართობად ძალიან კარგია MT Bates-ი ოფიციალურად იქნება წარმოდგენილი მაღაზია მეტეორში აი ამ ვიდეოდან ახლა რასაც უყურებთ 3 დღეში უკვე იქნება მაღაზიაში სადაც შეძლებთ ის ნახვას შეფასებას რა თქმა უნდა შეძენას ასეც რა თქმა უნდა მისაღები ექნება MT Bates-ი აბა დროებით წარმატებები ყველას ძალიან მაგარი მინიმუმ დავიჭირეთ ყველაზე ცოტა დავიჭირეთ 150 ცალი თევზი მაინც დღეს სამი კაცი ვართ წარმატებები ყველას აბა დროებით